ჩვენ ერთმანე უცება გაფარა სადროხოსთან შეკარას არები სება უგამარჯობა მადლობას მოგახსენებთ აქ მობრძანებისათვის. დღეს აქ ამ შესანიშნავ ადგილას, სადაც სულ რაღაც 200 მეტრში აღმართულია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, სადაც ზემოდან გადმოყურებს ჯვარი პატიოსანი და სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით ყველანი ერთად, მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო მოვლენის მოწმენი გავხდებით. სწორედ აქ ამ ადგილას ამ ლამაზი შენობის წინ საზეიმო ვითარებაში გაიხსნება ბიბლიოთეკარის ვარსკვლავი. კერძოდ იმ სათნო და ღირსეული ქალბატონის სახელობის ვარსკვლავი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია მცხეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან, მის წარსულ ბიბლიოთეკასთან, რომელიც თავისი არსებობის 120 წელზე მეტს ითვლის. ამ ხნის მანძილზე მცხეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკას მრავალი მნიშვნელოვანი, ხარისხიანი, ღრმა შინაარსიანი და მაღალი ღირებულების მქონე კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ხასიათის ღონისძიება აქვს განხორციელებული. მცხეთის ცენტრალური ბიბლიოთეკა ყოველთვის იზიარებს საბიბლიოთეკო სისტემაში მომხდარ სიახლეებს. მომზადებულია საბიბლიოთეკო სისტემის ახალი პროექტი. შეიქმნა ბიბლიოთეკის ახალი ფუნქციური განყოფილებები, საბიბლიოთეკო სიახლეებისა და ბიბლიოგრაფიის განყოფილება, წიგნადი ფონდების კოორდინაციის განყოფილება, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებათა ორგანიზების განყოფილება, რომლებშიც გადანაწილდნენ ბიბლიოთეკის მოქმედი თანამშრომლები. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებების გაერთიანება შეძლებისდაგვარად ცდილობს სათანადოდ დააფასოს ბიბლიოთეკართა ღვაწლი. დღევანდელი დღეც სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა. მას შანსზე ბიბლიოთეკარის ვარსკვლავისადმი მიწვევ ღონისძიებას გახსნილად ვაცხადებთ. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. გადაცემ მცხეთის ცენტრალური ბიბლიოთეკის მენეჯერს ქალბატონ ნინო თათარაშვილს. სამყაროს მიგნება წიგნიდან და მერე წიგნების მიგნება. სამყარო იქმნება შიგნიდან, სამყარო წიგნიდან იქმნება. იკითხე, უკითხე, აკითხე. სამყარო იმ კუთხით, ამ კუთხით. უკურთხე, მიკურთხე, აკურთხე, წაკითხულ წიგნების ნაკურთხე. მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, დამწყე საზოგადოება. სიმბოლურია რომ დღევანდელ დღეს, დიდი ილიას დაბადების დღეს, კაცისა რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული საქართველოში წიგნი და წიგნიერება, მცხეთის დალოცულ მიწაზე, არაგვისა და მტკვრის შესართავთან, ჯვრის მონასტრის პირდაპირ, სვეტიცხოვლის დიდებული ტაძრის სიახლოვეს, იხსნება ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარის, ქალბატონ მარიამ,
მართა თათარაშვილისა, რომელიც წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მცხეთაში არსებულ წიგნსაცავს. მისი უშუალო აქტიურობით და დამსახურებით გაიხსნა მცხეთის რაიონის მრავალ სოფელში ბიბლიოთეკები, რომლებმაც 50 წელი მართა თავისი სამსახურეობრივი მოღვაწეობის გზაზე მრავალჯერ ყოფილა დაჯილდოვებული. 1960 წლის 4 მარტს კულტურის სამინისტროს კოლეგიის გადაწყვეტილებით ქალბატონ მართას საბიბლიოთეკო დარგში ხანგრძლივი უმციკლო და ნაყოფიერი მუშაობისათვის მიენიჭა რესპუბლიკის საპატიო ბიბლიოთეკარის წოდება. 1962 წლის 19 ივნისს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით ქალბატონმა მართამ მიიღო საქართველოს СССР დამსახურებული ბიბლიოთეკარის წოდება. ამ ქალბატონის უდიდესი დამსახურება იმ დროს მცხეთაში საბიბლიოთეკო კადრების გაზრდა, რადგან მაშინ ისევე როგორც დღეს საქართველოში საბიბლიოთეკო საქმე ბიბლიოთეკარი ვალდებულია იცნობდეს თითოეულ მკითხველს. მცხეთაში ამ დალოცილ საქმეს ემსახურებოდნენ ქალბატონი მართა შთამომავლები, ბატონი შალვა თათარაშვილი, ქალბატონი ქეთევან ჩოჩია და ქალბატონი მაია დღესაც აქტიურად ემსახურება მცხეთაშვილობა და მთავარი საზრუნავით ისაა, რომ საზოგადოება მიიყვანოს წიგნთან, შეაყვაროს ბიბლიოთეკა, შეაყვაროს წიგნი, შეაყვაროს კითხვა. მე მგერა ქალბატონი მართას ვარსკვლავს მალე სხვა 8 წმოსილი ბიბლიოთეკარების ვარსკვლავით შეემატება. ეს კი იქნება მცხეთის კურთხეულ მიწაზე, წიგნის, ცოდნისა და ინტელექტის დღესასწაული. ყველას დიდ მადლობას მოგახსენებ დღევანდელი დღისათვის და აქ მოგზაურობისთვის. დიდი მადლობა. ახლა კი თქვენს წინაშეა მცხეთის მგალობელ ლაშქრობა. ქალბატონ მართას შვილი, ქალბატონი გურანდი თათარაშვილი, გთხოვთ აპლოდისმენტებით. მივესალმოთ. ასევე ქალბატონი მართას შვილიშვილები, შვილთაშვილები, აპლოდისმენტები. დედას დაფასებისათვის. დიდი მადლობა ესეთი მოგზაურებული. დავალი სიტყვისი ქალაქი მინახავს. ან ფიქრით მაინც მაქვს ნანახი. მაგრამ სულ სხვა აზრების ქალაქი, ბიბლიოთეკა, წიგნების ქალაქი. აქ ბინა დაუდევს უბადლო საუნჯეს, კაშკაში, რომლისაც თვალს გჭრის და გამუნჯებს. აქ მუდამ შეხვდებით ღვთაებრივ პოეტებს, რუსთაველს, ბაირონს, პუშკინს და გოეთეს. აქ ყოველ ნაბიჯზე ჩქეფს ნექტრის ბინული შესვიდა სულში არიერზე. ახლა კი მოვიდა დრო დღევანდელი ღონისძიება დავაგვირგვინოთ ვარსკვლავის გახსნით, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი ასე ველოდით. ეს საპატიო მისია კი გვინდა დავაკისროთ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ ნოდარ ქაშიაშვილს და ასევე ქალბატონი მართას შვილს, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს გთხოვთ.
თქმა უნდა ძალიან ბედნიერი ვარ და ამაყიც. დაფასდა ბებიაჩემის 8 წლი და ამისათვის ძალიან დიდი მადლობა რომ გაიხსენეთ და დააფასეთ. მადლობას ვუხდი მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო გაერთიანებების ხელმძღვანელს, ყველა თანამშრომელს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ღონისძიების ასე ლამაზად მოწყობაში, დამსწრე საზოგადოებას, ვინც მობრძანდა და ჩვენთან ერთად გაიზიარა დღეს. სიტყვას გადავცემთ ასევე მართა თათარაშვილის შვილიშვილს, ქალბატონ ქეთევან ჩოჩიას. მოგესალმებით ყველას და დიდ მადლიერებას გამოვხატავ იმ ყურადღებისა და საპატიო გადაწყვეტილების გამო, რაც ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი გახდა. დღეს როცა უამრავი პრობლემით გადაქანცულ საზოგადოებას გამკლავება უწევს დიდ და მცირე გამოწვევებთან, მოიძებნოს განწყობა, დრო და სახსარი კულტურის ერთი ამაგდალი ადამიანის გასახსენებლად, დასაფასებლად, დამეთანხმებით არ არის ჩვეულებრივი ფაქტი. პირადად ჩემთვის, ჩვენი დიდი ოჯახისათვის ნამდვილად მოულოდნელი და გასახარი ამბავია. იმდენი მოგონება, განცდა მოიყოლა ამ ყველაფერმა, რომ მღელვარების გარეშე ვერც ვსაუბრობ. ბებია წიგნებისა და საბიბლიოთეკო საქმისთვის მართლად თავდადებული ადამიანი იყო. ჩვენს პატარა, მაგრამ გამორჩეულ ქალაქში ის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით იგრძნობოდა წიგნისა და ბიბლიოთეკით დაინტერესებული ადამიანებისაგან. დეიდა იხსენებს მის გამორჩეულ მზრუნველობას სტუდენტების მიმართ. თუ რომელიმე სახელმძღვანელო ფონდში არ აღმოჩნდებოდა, მაგზავნიდა თბილისში და საჯარო ბიბლიოთეკიდან მომქონდა წიგნები, შემდეგ კი ვაბრუნებდი მათო. მის პროფესიულ დამსახურებაზე შეეხება ოჯახს. ის იყო საუკეთესო დედა და მეუღლე, კარგი დიასახლისი, ადამიანების მოყვარული, თანამგრძნობი. გაზარდა 4 შვილი, 4-ვე საზოგადოებისათვის სასარგებლო განათლებითა და საქმისადმი პასუხისმგებლობით. მცხეთა პატარა ქალაქია. ყველა კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, უფრო მეტიც, ნათესაური კავშირით არის დაქსელილი ჩვენი ურთიერთობა. და ამ გარემოში ბებია ყოველთვის დიდი პატივისცემითა და სიყვარულით იყო გარემოცული. რადგან თვითონაც უშურველად გასცემდა ამ გზით, იმასაც ვიტყვი, რომ ბებია იყო ძალიან თბილი და მოყვარული. შვილიშვილებზე გადაგებული ამ ტრადიციას ჩვენი დიდი ოჯახის ყველა წევრი აგრძელებს. დასასრულს კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ღონისძიების ორგანიზატორებსა და სულის ჩამდგმელებს, კულტურისა და სპორტის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელს, ბატონ გოჩა ქავთარაძეს და მათ მთელ კოლექტივს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლებს, რომელთაც მხარი აუბეს ამ წამოწყებას, საბიბლიოთეკო ასოციაციის ხელმძღვანელობას, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ კეთილ საქმეში. კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას მოგახსენებ.